ადგა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და ჩვეულებისამებრ კვლავ ასწავლიდა მათ. მოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს გამოსაცდელად გამოკითხვა. ნებადართული თუ არის, კაცმა თავისი ცოლი გაუშვეს. მან მიუგო მათ. რა დაგიწესათ, მოსი? მათ უთხრეს. გაყრილობის წიგნის დაწერა და გაშვება. უთხრა მათ იესომ. თქვენი გულქვეობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისე. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეწებება თავის სულს. და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მას. სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე. უთხრა მათ. ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს. მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ. მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს. ეს რომ შეამჩნია იესომ გაწყრა და უთხრა მათ. გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას. ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევაშით. მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი. გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან. მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა. კეთილო მოძღვარო, რა ვქნა რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო? ხოლო იესომ უთხრა. რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი გარდა ერთისა, ღვთისა. იცი მცნებანი, არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყურო, პატივიეცი შენს მამას და დედას. მან მიუგო. მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი. იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა. ერთი რამ გაკლია. წადი, რაც გაქვს გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი. ხოლო ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა. იესომ მიმოიხედა ირგვლივ და უთხრა თავის მოწაფეებს. რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში. მოწაფეები შეაკრთო მისმა ნათქვამმა. იესომ კი კვლავ მიუგო მათ. შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა მინდობილი. უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნჩი, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ. ვისღა შეუძლია გადარჩეს. შეხედა მათ იესომ და თქვა. ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია. დაუწყო პეტრემ ლაპარაკი მას. აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოყევით. უთხრა იესომ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არავინ არის რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი პირველნი.